მშვიდობის უზრუნველყოფა რეგიონში და გამორჩეული პარტნიორობა საქართველოს და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა ერთობლივ ბრიფინგზე აღნიშნეს, რომ დადებითი ტენდენციები ქმნის რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფის კარგ საფუძველს. ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი კობახიძეს მადლობა გადაუხადა სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერისთვის. თავის მხრივ ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა სომხეთს საქართველოს ეროვნული ინტერესების მხარდაჭერისთვის. ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი სავაჭრო ეკონომიკური პარტნიორობა, სავაჭრო დრონის თვალსაზრისით სომხეთი არის საქართველოს პარტნიორების ათეულში, რაც შეეხება ტურისტს და ვიზიტორებს, ამ კუთხით სომხეთი სამეულში იკავებს ადგილს ჩვენი ქვეყნისთვის. ძალიან დადებითი დინამიკა რეგიონში თანამშრომლობის განვითარების კუთხით მოხარული ვართ და ამას ხაზი გავუსვით დღეს მთავრობათა შორის კომისიაზე, რომ ხელი მოეწერა ისტორიულ სამშვიდობო შეთანხმებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ეს დადებითი ტენდენციები ქმნის ძალიან კარგ საფუძველს იმისათვის, რომ ჩვენ ყველამ ერთად ვიზრუნოთ ჩვენი რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფაზე, უზრუნველყოთ მშვიდობა ჩვენს რეგიონში. ამ კონტექსტში კიდევ ერთხელ გვინდა გავუსვათ ჩვენს მსაუბას ხაზი, რომ ხელი შეუწყოთ რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, საქართველოს ძალისხმევას არ დაიშურებს. კიდევ ერთხელ მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლის, რადგან ამ დროის განმავლობაში მხარს უჭერს მშვიდობის პროცესს. პირადად უჭერს მხარს სომხეთს და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის პროცესს. მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ და ვხედავთ. დღეს სომხეთი და აზერბაიჯანი აყალიბებენ ეკონომიკურ ურთიერთობებს და კავშირებს საქართველოს დახმარებით, საქართველოს ხელშეწყობით. ეს ნამდვილად შესაძლებელი ამბავია და ნამდვილად მადლობას გიხდით ამ ფასეული წვლილისთვის. ჩვენ პრემიერ-მინისტრების დონეზე გვქონდა საშუალება გვესაუბრა წარსულზე. მახარებს, რომ საერთაშორისო პლატფორმებზე სომხეთი და საქართველო აქტიურად თანამშრომლობენ. მნიშვნელოვნად მივიჩნევთ იმ ფაქტს, რომ ხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, რათა რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობა არსებობდეს. მიმაჩნია, რომ ეს ნამდვილად არის ისტორიული შესაძლებლობა ჩვენი რეგიონისთვის და მინდა ვისურვო, რომ საქართველომ ასევე იქონიოს ხანგრძლივი მშვიდობა და მოაგვაროს ის საკითხები, რაც მისთვის აქტუალურია, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის კუთხით. დეტალური ინფორმაცია მივაწოდე ჩემს ქართველ კოლეგას იმის თაობაზე, თუ რა ხდება სომხეთში, რეგიონული საერთაშორისო დღის წესრიგის ფარგლებში. მე მას მოვახსენე თუ რა ხდება ტრამპის გზის საინვესტიციო პროექტის ფარგლებში, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის პროცესის და თურქეთთან ურთიერთობის პროცესში. ასევე მას მოვუყევი სომხეთსა და რუსეთს შორის არსებული ურთიერთობების შესახებ. მიმაჩნია, რომ ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს და გვამოძრავებს იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ჩვენი რეგიონი და ევროკავშირი ჰქვია. სომხეთ ევროკავშირის კონტექსტში საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია ჩვენთვის. ეს ის საკითხია, სადაც მომავალშიც ვითანამშრომლებთ და ხელშესახები შედეგები გვექნება.